სოფელში მუშაობას განაგრძობს მეცხრე საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი სამსესოფლო ჩარკვეტაძესთან ერთად გამარჯობა. შვედური პრესა ქვეყნის სადარაო საქმეთა მინისტრის ტარლ ბილტისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობით ინტერესდება. Დავლენიანი შვედური გაზეთი ავტონებლათეთი აქვეყნებს სტატიას სათაურით ტარლ ბილტმა საქართველოს თავისი PR კომპანიის კლიენტად არცია. სტატია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობა გახდა ცნობილი. სტატიის თარგმანს კვირის პალიტრა ავრცელებს. მასალაში მიანიშნება, რომ ბილტის საქართველოს ხელისუფლებისადმი უპირობოდ გამოცხადებული მხარდაჭერა შესაძლოა არც თუ უანგარო იყო. სტატიის მიხედვით ბილტი 2004-2006 წლებში ცნობილი PR კომპანიის მართვის დირექტორად მუშაობდა, რომლის კლიენტთა სიაში არა მხოლოდ დიდი საწარმოები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებიც ირიცხებოდნენ. სტატიის ავტორი წერს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მათ მომსახურებას იყენებდა, საქართველოც იყო. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ კომპანიასთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა უკავშირდება ტარლ ბილტს, რომელსაც კომპანიიდან წამოსვლის შემდეგაც არ შეუწყვეტია სააკაშვილის მთავრობის ლობირება. დაკავშირები აქვს ქართული ოცნების ლიდერებს ქურდულ სამყაროსთან. რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს არის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც ტახი კალაძე და გუბა სანიტიძე ფიგურირებენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სანიტიძე შევარდნაძის დროინდელ უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ციხიდან გამოშვებას თხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას თავაზობს. რაც შეეხება კალაძეს, სამინისტროს ცნობით აუდიო ჩანაწერში ვლინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან. სანიტიძე და კალაძე აცხადებენ, რომ წარმოდგენილი მასალები ფაბრიკაცია. თემაზე მალხაზ შკადუა მუშაობს და დეტალებს მისგან შევთხოვთ. მალხაზ, კიდევ ერთხელ მოგესალმები. ეს კიდევ ერთხელ მოგესალმები სოფო. კახი კალაძეც და გუბა სანიტიძე კატეგორიულად გამორიცხავენ მათ რამენაერ კავშირს ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან. ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი კავშირი კრიმინალებთან წლების განმავლობაში მათ ჰქონდათ სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი აიგივებენ ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს და კრიმინალებს. ჩვენ ამ კომენტარების ჩაწერა სულ ცოტა ხნის წინ მოვასწარით სამტრედიაში, სადაც კახი კალაძე და გუბა სანიტიძე მართავენ ამ წუთებში ერთობლივ ბრიფინგს გახშირებულ დაკავებებთან ერთად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი ბრიფინგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, მანამდე კი მათ ჩვენ თავაზობთ მათ კომენტარებს, რომელიც მეცხრე არხისთვის გააკეთეს. Სისულელი ამაზე საერთოდ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? ეს არის უნიჭო სააკაშვილის და მერაბიშვილის დადეიშვილის ფაბრიკაციები. მე ზოგადად არანაირი კრიმინალებთან კავშირი და ქურდულ სამყაროსთან არ მქონია. ერთადერთი ვისთანაც ჰქონდა კავშირი კრიმინალებთან და ქურდებთან, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი. სხვა მე კრიმინალ ქურდებთან არანაირი კავშირი არ მქონდა. ეს არის ფაბრიკაცია, სრული ფაბრიკაცია. ურჩა და გათავდა თავის მართლობას არ ვაპირებ. გავიცინო თუ მოვიღუშო, ისიც კი არ ვიცი. სოფო მივყვეთ თანმიმდევრობით 12 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა და სადაც ლევან ციკლაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივმა გააცნო ახალი მტკიცებულებები უწყების მიხედვით. მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი და სპეციალური ოპერატიული ღონისძიებაც გაატარეს იმისთვის, რომ ეს მონაცემები და ჩანაწერები მოეპოვებინათ უკვე შემდგომ კი მედიისთვის გადაეწევდებინათ. ამ მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დავით ხიზანიშვილი, რომელიც 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა კანონიერი ქურდობის ბრალდებით, უწყება ამტკიცებს, რომ ეს ადამიანი არის კანონიერი ქურდი. მას ჰქონდა გარკვეული მოლაპარაკებები თბილისის სხვადასხვა უბნებში მცხოვრებ ადამიანებთან იმისთვის, რომ ფიზიკური ძალადობის მუქარით ადამიანებს განხორციელებინათ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე ფიზიკური ზეწოლაც იმისთვის, რომ ეს ადამიანები დარაზმულიყვნენ და მათ უბნებში მცხოვრებ მოქალაქეებს ერთიანად მიეცათ ხმა ქართული ოცნებისთვის. ეს პირი დავით ხიზანიშვილი უკავშირდება გიორგი უგულავას, რომელიც უკვე შემდგომ ზეპირ განმარტებაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მოიხსენიეს როგორც გივი ბლიაძე. გივი ბლიაძის გიორგი უგულავათი მოხსენება ტექნიკურ შეცდომას მიაწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელ პრესამსახურში. ასევე აქ საუბარი არის ვოვა ერემიანსა და ლევან რევიშვილს შორის, რომელიც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, ჩანაწერების მიხედვით უпростоრად არის გახლავთ კრიმინალური ავტორიტეტი. თავისუფლად ლევან რევიშვილი უკავშირდება ზაზა ჯიმშიტაშვილს. შემდგომ ამას მოყვება უკვე საუბარი როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს გუბა სანიკიძესა და შევლაძის მთავრობის დროინდელ უშიშროების მინისტრთან ვალერი ხაბურძანიასთან, უკვე შემდგომ კი კახი კალაძის საუბარი უცნობ პირებთან, სადაც ასევე ოფიციალური ინფორმაციით კახი კალაძე ესაუბრება ამ უცნობ პირებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას საუბარი ჰქონდა 8 კანონიერ ქურდთან. ჩვენ ამ ვრცელ მასალას სრულად თავაზობთ, მაყურებელს ვაფრთხილებ ასე ვთქვათ, რომ გარკვეული საუბრები აქ იმართება და შესაბამისად შეიძლება ადამიანს გაუჭირდეს იმის საქმე, თუ რა საუბრობენ ეს ადამიანები, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მას ტიტრებით ახლავს, რაც შეიძლება გაუადვილოს რამაც შეიძლება გაუადვილოს მაყურებელს ამ მასალის საქმე. ჩვენ თავაზობთ ამ მასალას პირდაპირ ეთერში.
აი, ბიჭო, რებს აკეთებ რა ნაციონალები და შენ არანაციონალი და არის შენ. აბა რატო ახსენე ეგ სიტყვები? რა ნაციონალები, როდის ვახსენე, რა ვახსენე? დამახიეთ თქვენ ნაციონალები. არა, ხინა შეტასწორებით თუ რა ნაციონალები მაიმუნო შენა ბიჭო, შენ 11 მოგდის ბიჭო, გაიგე? გადაგიგლი ჯამ აქ თავს ბიჭო. ლევან, ზდაროვა, ვოვა ვარ, ძმა. ზდაროვა. ბიჭო, მომისმინე. ხიზანამ რა დაამავალა ყველაფერი ხუთიანზე შევასრულე რა 300 არაგველებზე მეტეხის უბანში წურწუნიაზე ხალხი იმინო სულ ყველა უცნებას აძლევს ხმას რა კარგი ჯიგარი ხარ ბიჭო ავლაბარი და ელიაშენი საშალიჩუა ხო იცი ბიჭო კი ლევან ყველაფერს იმინა ვაკეთებ რა ალიო ზაზა როგორ ხარ ლევან კარგად შევაგორა ხარ ბრატ ბიჭო, მომისმინე ერთი რა ეს დედა მოტყნული რა. ისმენდა. ხიზანამ რო გელაპარაკა. რა ჩემი ძმა მაგ საქმესთან დაკავშირებით ერთი მითხარი რა ჩემი დედავატირე რა. რავი ბრატ, მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერს რა. ყველაფერი კარგად იქნება რა. ბიჭო, კაროჩე მომისმინე შენი ტიპები უნდა გადმოქაჩო რა უეჭველი ოცნებისკენ ჩემი დედა ვეთდები ჩემი დედავატირი არ გამაგონო კაცზე სიტყვა გაქვს ნათქვამი ძმაოდა ეგ სიტყვა უეჭველი უნდა შესრულდეს და ეს საქმე უეჭველი უნდა გაკეთდეს რა ბიჭო რა კი ბრატ კი ბოზიშვილი იყო ყველანაირად ვეცები ძმაო რა რავახა ჩემი ძმა შემოგეცა კარგად ჩემ ავიცი ბრატ განელნელ ბიჭო რაზე გირეკავდი იდანას უნდა პავლოვიჩთან დალაპარაკება და ტელეფონის გამორთული აქვს პავლოვიჩთან და საიფშიც არ შემოსულა და რა ვქნა როგორ მოვიქცეთ რა ხდება აი ბიჭო იმ საქმეზე არაფერი რა რაც უთხრა კაროჩე ის ყველაფერი გაალაგა და გააკეთა რა და დალაპარაკება უნდა რა უნდა რა აზოვა მაგბაზარზე ბიჭო აროჩე და მაგათ ისემები უჭირთ ბიჭო რა ის მარნეული და აზერების ბაზარი და ვაფშე ახალციხე და აროჩე რა ის ნახე რომ გამოუშვით ორი ავტობუსი ბიძინა ვაძახებინე კი ჯიგრულა შენ შემოგევლოს ჩემი თავი ჯიგრულა აუ ყველაფერი საკაითოდ რა ბიჭო მაგრად მენატრებითო მაგათ მომენატრებ რა მალე მეგონი ნახავ რა და ბიჭო ვაფშე დაიზეთი ბაზა პავლოვიჩი და სამშიო პავლოვიჩი ოქნებაშო მენატრებიჩი იქნება რა თუ წამოვიდა გამოვალთ რა მაგინდა შემოგევლეთ მიდი ძმაო და ჩვენ აქ დაგხვდებით რა აღარა ვიდეო რა კაროჩი ძმაო რას ამბობ შენ შემოგევლეთ ძმაო ჯიგარია ყველაფერი ჯიგრულად იქნება დავაი კოჩნი რა Κατάμε κουνέ κατάρπος με τον πατσέλιτσι. Τέσσερα. Φώνα τσακούνα. Εμψητσέρα. Κιλάτσε. Φώνα σκαλέγα. Και. Σέζιτσικο. Τσέμα. Πρώτ σου διαμβόλιο με την χώρια da είπαμε. Νόμερε. Άρα ασეთი ამბავე. მოსკოვში დისკუთრეს რიფუდი. Რაღაცა ვერ ყოლობებში გაიება რა. ის ხასარი პოლიციაში. მაგერა ანალიზი გრიგა. სკოლებში. ის ხდება. ოჩი გამოსულა და გასულა. ეს შეიძლება იყოს. აგრევა დავალა აღარ გამიხედოთ ეს. ახლოს შემოსული დადებები. პროვინცია როცა ხარის ის კონტაქტი. შენ შემოვიდოს და შენ სამამდე ხარ. მოხმედია.
არა, პრობლემა აქვს შენ ესა დაგილაპარაკები და მე ვთქვი რომ რაც ვიღაც სერვერს ვახტოს რაღაცას ვეცენ პრობლემა. დავიწყე როგორც ფუნქციონირებს კარგში ვაფშობ. და მინდა ეს საკონტაქტო ტელეფონი საერთოდ მაგები. არა, ხუთაისამდე ბიჭო, ვალერი საერთოდ მაგია შეიძლება შეიძლება. მოდი მოდი. და შენ შეგატყობი რომ ესა რა კითხო. იმ საქმეზე ბიჭო. კითხო და შეიძლება მაგ ბიზნესის დაგეყოლა ეს რაც დამკავშირდება. და ეს ასე დაუკავშირდება. და მისცემ ტელეფონი დავირიცხოს ნა. ის მოგდონა შე. ხო, შემოხარეთ ხო. სობა, რამდენად ავთენტურია ეს სატელეფონო საუბრები, ან სად გაიმართა ეს საუბრები, როდის მოხდა მათი ჩაწერა? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ჩვენ ამაოდ შევეცადეთ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ლევან ციკლაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივმა მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია გააჟღერა და მან უარი თქვა ყოველგვარი კითხვების დასმაზე. ჩვენ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისგან უფრო სწორად ჩვენ მის კომენტარსაც გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ თბილისში დაკავებული იქნა ქართველი კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშწორების მუხარის გზით ზეწოლა მოეხდინა ამ უმრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. შემდეგი ჩანაწერი ეხება კოალიცია ქართული ოცნების სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს. ჩვენ წარმოგიდგენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და 8 ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალურ წრისადმი. მესამე ფაქტი, რომლის შესახებაც გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, წარმოადგენს კოალიცია ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გუბა სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურძანიას შორის შემდგარი გარიგების დეტალებს. კერძოდ მათი გარიგების მიხედვით გუბა სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას თხოვს რუსეთში ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის ნაცვლად თავაზობს მას ფულად ანაზღაურებას. ადლობა. როგორც დაინახეთ, ბატონმა ლევან ციკლაურმა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. თავად რა ქმედებებს განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მათ მიერ მოძიებული მასალის უკვე შემდგომ ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, ასევე მე უბრალოდ ის შეგატყობინეთ, რომ პირველი განცხადებები გააკეთეს კახი კალაძემ და გუბა სანიკიძემ, მათ კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კავშირი კანონიერ ქურდებთან და ზოგადად კრიმინალურ სამყაროსთან. მალხაზ ჭადოა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა მალხაზ. დიპლომატიური სტრუქტურები საფრანგეთისა და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების ურთიერთობაში ჩართული არ ყოფილან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადრილე თინა ბურჯალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბურჯალიანის თქმით დაკვირვებულია საფრანგეთის სადარაო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვინაიდან თანამშრომლობა ევროპული კონვენციის ფარგლებში განხორციელდა. კონვენციის მე-13 მუხლის სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარებას არ რეგულირებს და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საფრანგეთის სადარაო წყობამ დღეს უკმაყოფილება გამოხატა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ქართული ოპოზიციის ქართულ დანაშაულებრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირზე გამოძიების მასალები დაასაჯაროვა. ჩვენ დაკვირვებული ვართ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით. საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთოდ დიპლომატიური სტრუქტურები საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ამ თანამშრომლობაში ჩართული არც ერთ ეტაპზე არ ყოფილან. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და ასევე საქმე ეხებოდა საჯარო პირების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არც ერთ ეტაპზე არ აუღია ვალდებულება საფრანგეთის შესაბამისი სტრუქტურების წინაშე ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით. სწორედ ფაქსის და სხვა უფრო სწრაფი კომუნიკაციის საშუალებების, მათ შორის იმეილის გამოყენება მოხდა საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მხრიდან იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჩათვალეს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ქართულ მხარეს აწვდიდნენ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და იყო ასევე მნიშვნელოვანი, რომ ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს ჰქონოდა რაც შეიძლება სწრაფად.
მას შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გუშინ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების ბარ საფრანგეთის საჯარაო უწყება ეხმაურება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ საფრანგეთი უკმაყოფილოა თბილისის გადაწყვეტილებით, რომელმაც ქართული ოპოზიციის ქართულ დანაშაულებრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირზე გამოძიების მასალები დაასაჯაროვა. საფრანგეთის ხელისუფლებას ამაზე თანხმობა არ მეუცია საფრანგეთის საჯარაო საქმეთა სამინისტრო მასალების გამოქვეყნებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. საჯარაო უწყების განცხადებით ამ საქმის გამოქვეყნებამ შესაძლოა არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე იმოქმედოს თუ გავითვალისწინებთ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გამოსასწორებელ დაწესებულებებში წამების შესახებ. ფრანგული მხარე ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ხალხის ნების დამულენის მშვიდობიანი ჩატარება 1 ოქტომბერს. ახლა ის თემა, რამაც საფრანგეთის უკმაყოფილება გამოიწვია, რა კავშირი აქვს ხაინდრავას ქურდულ სამყაროსთან. 3 საათის განმავლობაში პოლიციაში გოგა ხაინდრავა ამის თაობაზე იკითხებოდა. მას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ნამდვილად საფრანგეთში და შეხვდა თუ არა რევაზ ლორდ ფრიფანიძეს. ხაინდრავამ გამომძიებლებს დაუდასტურა, რომ ლორდ ფრიფანიძეს შეხვდა, რადგან მასთან 35 წლიანი მეგობრობა აკავშირებს. გამოძიება 223 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რომლის პირველი ნაწილი კანონიერ ქურდებს, მეორე კი ზოგადად ქურდულ სამყაროს ეხება. გარდა ამისა, გამოძიება სწავლობს ფულის გათეთრების საკითხსაც. ხაინდრავა მორიგ დაკითხვაზე 27 სექტემბერს დღის 1 საათზეა დაბარებული, რის გამოც ვეღარ შეძლებს კიევში ვიზით, სადაც მისი ფილმის ჩვენებისთვის უნდა ჩასულიყო. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფრანგული მხარის მიერ მიწოდებული მასალა გაავრცელა. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ კანონიერი ქურდების ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, მხედრიონის ტიპის ფორმირების შექმნა და ქურდების გავლენის აღდგენა წარმოადგენდა. თუმცა კადრებში მხოლოდ ისაა ნაჩვენები, რომ ხაინდრავა და კიდევ რამდენიმე პირი კადრებში რამდენჯერმე შედიან, შემდეგ გამოდიან. მე აუცილებლად მოვითხოვ, რომ ან დაადასტურონ, ან უარყონ ის, რაზეც იყო დღეს პროკურატურის მხრიდან ლაპარაკი, ტელევიზიაში რაც ილაპარაკა საქართველოს პროკურატურამ და ტელეწამყვანებმა და იმათთან გავარკვევ, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის რაც გაცხადებულია საქართველოს ტელევიზიაში არის საქართველოს პროკურატურის ინტერპრეტაცია და არა საფრანგეთის ჟანდარმერიის. რაც თავარია, ის ფაქსი, რომელიც არის ჩამოსული საქართველოში, ადასტურებს, რომ ეს დაწესებულება, რომელზეც არის ლაპარაკი, ეს არ არის საფრანგეთის ჟანდარმერია, ეს არის ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც მონიტორინგს ატარებს საფრანგეთში თუ ევროკავშირში ცხოვრებ და მყოფ კანონიერ ქურდებთან მიმართებაში. არანაირ დესტაბილიზაციაზე, არანაირ პოლიტიკურ საკითხებზე აბსოლუტურად არანაირი შეკითხვა არ დასმულა, მხოლოდ და მხოლოდ იმ კადრებს ეხებოდა, რომელშიც ჩანს შესვლის მომენტში და ერთ მომენტში, როდესაც დგას ამ რევაზ ლორდ ფრიფანიძის უკან გოგა ხაინდრავა და მან ახსნა ეს რა მოხდა, როგორ მოხდა. კიდევ ვიმეორებ, ახლა იქ ტექსტს რას მოაყოლებენ ამ კადრებს და ფოტოებს თუ ვიდეო მასალას, ეს უკვე გემოვნების საკითხია, ფანტაზიის საკითხია და ყველაფერი შეიძლება ამას მოაყოლოს. ხაინდრავას მხრიდან საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობას სისულელეს უწოდებს ქართული ოცნების ლიდერი გარდა ამისა ივანიშვილი ამბობს, რომ მასალა საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა და არა ჟანდარმერიამ. ივანიშვილის შეფასებით საქართველოში გამოძიება არ არსებობს. მოგეწონათ ისაც ხდებოდა? განაცხადა ეს არის აბსოლუტური სისულელე. ჩვენთან პროკურატურა არის ერთ კაცზე აგებული. ერთი კაცის სამსახურში და მის იდეოლოგიას ემსახურება. საქართველოში პოლიციაც და პროკურატურაც ძალიან პოლიტიზირებულია და მხოლოდ ამ ერთი გაუგებარი კაცის, დაბნეული კაცის იდეოლოგიას ატარებს. გადაძგვილი აქვს თეარაღითა, მთელი პოლიცია და ჟანდარმერია და მთელი ზონდერები მობილიზებული ყავთ. რა უნდა გააკეთოს გოგა ხაინდრავამ ცარიელი ხელებით? განა ეს არის ით ფილმი გადაიღო გოგა ხაინდრავამ, რეჟისორია. აი ეს არის მისი დესტაბილიზაცია. აი იმით შეაწუხა სააკაშვილი. პირველი ჯაშუშურის სკანდალის გმირი სიმონ კელაძე კი მისი უკანონო დაპატიმრების საქმის მონაწილეებს ასახელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურის ყოფილი თანამშრომლის თქმით, მის მიმართ 2006 წელს ვანო მერაბიშვილის უშუალო მითითებით კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადრილე შალვა ჟღენტმა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. ის დაკავებულს პირდაპირ დაემუქრა, რომ თუ კი დანაშაულს არ აღიარებდა, მის შვილებს ფიზიკურად დაუსწორდებოდნენ. საქმეში ასევე ფიგურირებს გიორგი არველაძე, რომელიც იმ პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. კელაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა უფლებადამცველთა გაერთიანებასთან ერთად ისინი ვანო მერაბიშვილს, შალვა ჟღენტისა და გიორგი არველაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვენ. ჯერ კი მე თვითონ ვაგვირდებოდა უდიდესი დანაშაული.
აქტუალური თემა იყო საზოგადოებაში გირგვლიანის საქმე, ციხის ბუნტი და ხელისუფლებას სურდა ახალი გარკვეული PR ეფექტი შემოერთებებინა მოსახლეობისათვის და გადაეტანა ყურადღება რაღაც სხვა ახალ თემაზე. გადარჩნენ იმ მომენტში ძალიან კარგად ჩაიარა გირგვლიანის კვლევა, რომელიც ჩაიძინა ხელისუფლებამ და ის დანაშაული, რომელიც ციხის ბუნტის შედეგების ლიკვიდაციას მოჰყვა. პატიმრების წამების ფარდს კიდევ ერთხელ ეხმაურება კათოლიკოს პატრიარქი გუშინ დღის 4 საათზე მისი უწმინდესობის განცხადება გავრცელდა, სადაც ის რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. პატრიარქის განცხადებით მან არაერთხელ გააფრთხილა სასჯელ აღსრულების მინისტრი, ასევე სამინისტრო სხვა თანამშრომლები, რომ პატიმრები აღარ ეწამებინათ. ამბობენ, რომ იმართლებენ თავს ვის ამას აჭედებს, ვის სტანჯავს, ვის აწამებს. ისინი მკვლელებია, ისინი ცუდის გამკეთებლებია. მე არაერთხელ გავაფრთხილე ხალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიებთ პატიმრებს. პატიმრებს ნუ აწამებთ მეთქი. მე ყველაფერს ვაკეთებ ძალიან ყოველი მათგანი მებრალება. ასევე სხვა თანამშრომლებს მევაფრთხილებდი, მაგრამ ეს ალბათ არ იყო საკმარისი. ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ აი ამ საშინელებას. ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. და ეს არის დანაშაული და ცოდვა, უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და უდიდესი ხალხის წინაშე. ახალი პატიმრები აპატიმრებენ, ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ. და მე მინდა მივმართო ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი უნდა გამოუშვან ეს ახლა დაპატიმრებულები და იმიტომ რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას. ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ნება დაერთო და მუდმივად აღნიშნა კაპელანები, მოძღვრები ციხეში. და ამაზე უარი გვეთქვა. მე შეგახსენებთ ეს განცხადება მის მოუწმინდესობამ გუშინ დღის 4 საათისთვის გააკეთა, როგორც მან ბრძანა ხათუნა კალმახელიძის, მან რამდენჯერმე მოუწოდა, რომ ნუ აწამებენ პატიმრებს ციხეში. ამ წუთებში კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ზურაბ ხარატიშვილს ხვდებიან, ისინი ცდილობენ ცესროს თავმჯდომარე გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობაში დაარწმუნონ. საქმე ეხება არჩევნების დღეს ვიდეო გადაღებებს. თემას ლანა ბერიძე განაგზავს პირდაპირ ეთერში. ლანა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გისმენთ. დასრულდა თუ არა ეს შეხვედრა? შეხვედრა სწორედ ამ წუთებში დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2 საათიანი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენ 2 წუთის წინ მოვისმინეთ მათი კომენტარები. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ დაარწმუნეს ვერც ცესკოს კომისიის წევრები და ვერც თავმჯდომარე, რომ გადაწყვეტილება შეცვლილიყო. თუ კონკრეტულად რაზე ისაუბრეს და 2 საათის მანძილზე რა დებატები მიდიოდა დახურულ კარს მიღმა, ჩვენ ამ დეტალებზე შეგვიძლია შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაიას მოусმინოთ. თამარ, მოგესალმებით და იქნებ უფრო დეტალურად გითხრათ, რაზე იყო მთელი 2 საათის საუბარი და რატომ ვერ მოხერხდა პოზიციების შეჯერება და დადგენილებზე გადახედვების.
მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 2 საათი მართლა ძალიან მძიმე საუბარი ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება კარგად აგვეხსნა, რატო თვლით, რომ ეს არის მედიის შეზღუდვა და საერთოდ ხო, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რადგან ეს დადგენილება, რა თქმა უნდა, მარტო მედიას არ ეხება და ეხება ნებისმიერ პირს, რომელსაც ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოება უნდა უბანზე. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ისინი თვლიან, რომ მათი პასუხისმგებლობა წესრიგის დაცვა, მაგრამ ჩვენ ამ არგუმენტსაც ვერ გავიზარდეთ, იმიტომ რომ წესრიგის დაცვას პასუხისმგებლობა რო არის ზუსტად მედიის შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს და ისე უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ წესრიგი იყოს უბანზე დაცული. პირველ რიგში ჩვენ ადამიანურად შეიძლება გვესმოდეს ის, რომ ადამიანის გაძევება დარღვევის შემთხვევაში რთული პროცესია, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩავატაროთ არჩევნები და ვიღებთ პასუხისმგებლობას კანონიერად ჩატარებაზე, მაშინ გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ეს უსიამოვნო მომენტები შეიძლება ამ პროცესს ახლდეს. თუმცა ჩვენი საუბრის შედეგად მათ გაიზიარეს რაღაც არგუმენტები. თქვენს რომ გვესმის, რომ ეს საფრთხეები არსებობს, რომ ჟურნალისტები, კერძოდ რა, რომ ჟურნალისტის თქმა შეიძლება ყველაფერი სათანადოდ ვერ დააფიქსიროს, რომ კამერის ისა ვიდეო კაბინის გადაღება კი არ იგულისხმება კენჭისყრის ფარულობა და ასე შემდეგ. და ამასთან დაკავშირებით ერთადერთი რაც თქვენს რომ განმარტებებს გააკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმისათვის, რომ ბოროტად არ იქნეს გამოყენებული მიღებული დადგენილება. ცესკოს წარმომადგენლებს ესმით რა ბარიერები შეიძლება შექმნათ ჟურნალისტებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ამ პოზიციებს არ ცვლიან. ისინი ორ საკითხთან არის ესე უპირატესობას, რომელს მივანიჭებთ საარჩევნო პროცედურებს თუ გამოხატვის თავისუფლებას. ამ დროს საარჩევნო კომისიის ძირითადი პოზიცია არის ის, რომ მათ საარჩევნო პროცედურებს უნდა მიანიჭონ უპირატესობა. ჩვენი პოზიცია კიდევ, ვინც შევხვდით დღეს, არის ის, რომ საერთოდ სასწორზე ეს ორი საკითხი ასე არ უნდა დადგეს, იმიტომ რომ თავისთავად გამჭვირვალობა არჩევნების მიმდინარეობას არ უქმნის პრობლემას, თუმცა ისინი თვლიან, რომ უქმნის. და ბოლო შეკითხვა, რაც შეეხება გასაჩივრებას, დღეს 11 საათზე მედიის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება და თუ შევა დღეს უკვე საქალაქო სასამართლოში თქვენი სარჩელი. იცით რა, მე პირადად არ ვარ მოსარჩელე, მაგრამ რამდენადაც ვიცი, სარჩელი მზად არის და შეიტანენ თუ არა, ამაზე მე კონკრეტულ პასუხს ამ წუთას ვერ გაგცემთ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ 2 საათიანი მცდელობის მიუხედავად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მედიის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამასთან კიდევ ერთი ინფორმაცია, ამ წუთებში შორინა შავერდაშვილი წავიდა ამერიკის საელჩოში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის უნდა შეხვდეს ამერიკის ელჩს და საუბრის თემა სწორედ იქნება ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას მედიის წარმომადგენლებს. ჩვენ ამის საკითხებზე დეტალებს შემოგთავაზებთ. ამ ეტაპისთვის სულ ეს იყო და ამასთან გავარკვევთ უკვე რას იზამენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შეიტანენ თუ არა დღესვე საქალაქო სასამართლოში საჩივარს. სოფო. დიდი მადლობა. ლანა ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში იმ დროს, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სისტემატურად გამოთქვამენ ეჭვებს ბატონი ივანიშვილის აქტივების წარმომავლობასთან და გამარჯვების შემთხვევაში მის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ქართული ოცნება ამაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ფაქტების დამახინჯების ბრალდებით საუბრობს. ეს არის ამონარიდი ევთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ წინა საარჩევნო გარემოს მეორე შუალედურ ანგარიში, რომელიც 6-დან 19 სექტემბრამდე არსებულ პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულ უფრო იზრდება პოლარიზაცია, საარჩევნო ბრძანილების ტონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან კი მეტად კონფრონტაციული და ხისტი გახდა. ანგარიში ხაზგასმულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დომინანტობა ბილბორდებზე სარეკლამო სივრცის გამოყენების მხრივ. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი წინა საარჩევნო კამპანიას დაძაბული ვითარებისა და საკუთარი მხარდამჭერების დაკავების ფონზე განარწობს 2 დღეა ის კახეთის მოსახლეობას ხვდება და ამომრჩეველს პირადად აცნობს კოალიციის საარჩევნო პროგრამას და სამომავლო გეგმებს. დღეს დილით ივანიშვილი ლაგოდეხში იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა. ლაგოდეხის შესასვლელთან ნაციონალური მოძრაობის 20-მდე აქტივისტმა, მათ შორის დეპუტატმა გურამ კაჭალაშვილმა ივანიშვილის კორტეჟისთვის გზის გადაკეტვასა და თუმცა სიტუაცია მალევე განიმოხდა. ცხენებზე ამხედრებულმა ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ოპოზიციის ლიდერს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და შეხვედრის ადგილამდე ასე მიაცილეს. კოალიციის ლიდერმა მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. თქვენ შეგიძლიათ დაითვალოთ სააკაშვილის მხარდამჭერების რაოდენობა ძალიან იოლი დასათვლელია. დაახლოებით 27 კაცი ყვარელში. ეს 27 კაცი გურჯანამდე ჩახვა გუშინ და იქაც დაემატა 28, 55 კაცი გამოდის ხო ჯამში.
აქაც მე მგონი ერთი 20 კაცი იყო, ხო? აი ეს არის ჭეშმარიტად ხარდამჭერები სააკაშვილის და ეს ბავშვებიც უმრავლესობა არჩევნებზე ვერ მოვა. და ვინც მოვა შეიძლება იქიდანაც ბერმა ხმა არ მიცეს. შესაბამისად, აი ეს არის მთელი რეალობა. არავითარი შანსი სააკაშვილს აღარ აქვს 4 დღე დაგვრჩა და გავაფორმებთ ყველაფერს. მაგ ბავშვებზე გაღიზიანება არ შეიძლება და არც გამოხატავენ. ნახეთ როგორი დინჯები ვართ, როგორი კულტურელები ვართ ქართველები. ამ ადამიანს დღეს ორიგინალურად შევხვდით, ისე შევხვდით, როგორც ქართულ ტრადიციებს შეეფერება. ჩვენ შევხვდით ამხედრებული მებრძოლები, რომლებიც მზად არიან იმისათვის, რომ 1 ოქტომბერს უკვე გამარჯვება ბატონ ბიზინა ივანიშვილთან, ჩვენს ეროვნულ ლიდერთან ერთად აღნიშნოთ. დღეს უკვე ამ იმედზე ლაპარაკი აღარ არის, გადაწყვეტილია, რომ ბიზინა ივანიშვილი მოვა ხელისუფლებაში, ეს ნაძირალები აქედან წაშავდებიან. გაუპატეურების სკანდალი საქართველოს ციხეში და მორალზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის საფრთხე. ასეთი სათაურით გავლენიანი ჟურნალი Forbes-ი ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის მიმომხილველის მარკ ედომანისის აზრით პატიმართა სასტიკი ცემისა და გაუპატეურების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ სააკაშვილის რეაქცია როგორც მოსალოდნელი იყო, ისეთი აღმოჩნდა. პრეზიდენტმა დაბალი რანგის მოხელეები გაათავისუფლა, რომლებიც განტევების ვაცად არცია. შემდეგ დაიწყო მტკიცება, რომ ვიდეო რუსული შეთქმულების ნაწილია, რომელიც ქვეყნის რეფორმების განადგურებას ისახავს მიზნად და ეს არის გრუს ან FSB-ს ხრიტი პასუხისმგებლობის დარცევა, დაბალი რანგის ბიუროკრატებზე გადაბრალება და დასახელების გარეშე უცხო ქვეყნის აგენტების ადანაშაულება დემოკრატიის რეფორმატორის ქმედებას არ შეესაბამება, აცხადებს Forbes-ის მიმომხილველი მარკ ედომანსის აზრით სკანდალის სურპრიზი არ იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ რეგიონს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან სააკაშვილის ავტოკრატიული ტენდენციები მისი მმართველობის დასაწყისიდანვე იყო შესამჩნევი, წერს Forbes-ი. საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეის სესიის პარალელურად შეხვედრები გამართა ევროპელ ლიდერებთან და ევროკავშირის პრეზიდენტთან. სააკაშვილმა ევროკავშირის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნის მოქალაქეებს უახლოეს მომავალში ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ. სააკაშვილმა პირისპირ გამართა შეხვედრები პოლონეთის პრეზიდენტთან და დომინიკის რესპუბლიკის პირველ პირთან. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობა, რეგიონალური უსაფრთხო და ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ფედერაცია ძალიან აქტიურად და ძალიან ცუდად აპატურებს ხელს, რომ მიაღწიოს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხედრო ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას. სპეციალურად ამ მანდატით არის ჩამოსული აქ ლავროვი და დარბის ისტორიულად აკეთიკით, რომ კიდე რომელიმე კუნძული ან ამ ესეთ სახელმწიფო დაითანხმოს, მოისყიდოს. ჩვენი მტრის გეგმებია საქართველოს იზოლაცია დაბრუნდეს, ჩვენ დავბრუნდეთ წარსულში, ჩვენ დავბრუნდეთ კრიმინალში, ჩვენ დავბრუნდეთ ორგანიზებულ დანაშაულს, ჩვენ დავბრუნდეთ რუსეთის ორბიტაზე, ჩვენ მოვშორდეთ ევროპას და ჩვენ მოგვესპოს ნატოს პერსპექტივა. ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, ვინც აქვთ, ხა დღესავით ნათელია. საქართველოს კურსი თუ შეიცვალა, ან ამ კურსს პრობლემები შეექმნა, ეს ყველაფერი გაეტანება ქარს. საქართველოს ვერასდროს ჩაითრევენ უკან ჩრდილოეთიდან შემოსული ბინძური ფულით, ვერც პირდაპირი სამხედრო ჩარავებით და ვერც მსხვილმასშტაბიანი პროვოკაციებით თუ სხვადასხვა პარტიზანული შეტევებით. ეს განცხადება პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში მოსახლეობა ერთად გადაწყვეტს თავის და ქვეყნის მომავალს. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ სრულიად ქვეყანა მიხილაის აშკარად ძალადობის ფაქტები, რაც საქართველოში ხდებოდა. ფაქტები იყო შემაძრწუნებელი და ჩვენი პასუხისმგებლობაც ძალსახად ნათელი. ჩვენ სწორედ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ სრულიად ქვეყანა მიხილაის აშკარად ძალადობის ფაქტები, რაც საქართველოში ხდებოდა. ფაქტები იყო შემაძრწუნებელი და ჩვენი პასუხისმგებლობაც ძალსახად ნათელი. ჩვენ სწორედ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენ ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და დავაპატიმრეთ ორი მინისტრი კი გადადგა. პენდენციურ სისტემაში განხორციელდა ცვლილება და ახალი საშილახსრულების მინისტრი ყოფილი ომბუდსმენია. სწორედ ამ გზით გადავლახეთ შექმნილი სირთულეები. მინდა მივიპყრო თქვენი ყურადღება, დემოკრატიისა და თავისუფლების საკითხი წყდება, მეტად კონკურენტული საარჩევნო გარემოა შექმნილი.
ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე კონკურენტული არჩევნებია ნამდვილად. 1 ოქტომბერს ჩემი ხალხი მოუთმენლად ელის იმ შესაძლებლობას, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს ქვეყნის გაძლიერებისა და გაახლებისთვის. ქართველები აბსოლუტურად თავისუფალნი არიან მათ არჩევანში. საქართველოს წინა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიანად ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ. თუმცა ჩვენი ქვეყანა წარსულის წარმატებებით არ კმაყოფილდება და გარწმუნებთ, რომ ეს არჩევნები ბევრად თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიზანი მიღწეული იქნას. მათ ვისაც ამ დინამიკის შეცვლას სურს, უნდა იცოდეს, რომ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობას და დემოკრატიულობას ალტერნატივა არ აქვს. ეს არა მარტო ქვეყნის ხელისუფლების აზრი, არამედ ქართველი ხალხისაც, რასაც საზოგადოება არჩევნებზეც დაადასტურებს კიდეც. ამ მხრივ საქართველო განაგრძობს განვითარებას. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხმა სურვილის მიხედვით ჩვენი ქვეყნის მომავლის დაგეგმვა განიზრახა. ქვეყნის თანთქმის მიზნით პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო უკან აღარ დაბრუნდება. არნაირი ზეწოლა და არნაირი ბინძური ფული ჩრდილოეთიდან. ვერნაირი სამხედრო ძალა ვერ გვაიძულებს, რომ უკან დავბრუნდეთ. არ გამოვა. გაეროს მონაცემები ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული და ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, სადაც ქრთამი არ არსებობს. იმ დროს, როცა სააკაშვილი გაეროს შენობაში ემოციური სიტყვით გამოდიოდა, შენობის გარეთ შეჭრებილი ქართველი ემიგრანტები მისი მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. სააკაშვილი მკვლელია ამ სიტყვებით შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები. ემიგრანტები პრეზიდენტს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინასთან დახვდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვიდოდნენ. კადრებში ისმის, რომ ისინი პრეზიდენტისთვის კვერცხების სროლასაც აპირებდნენ. სააკაშვილი კილერ! აგე მოვიდა ბიჭო, აგე სააკაშვილი. გამოიხედე აქეთ შენ მომეცი სად არის კვერცხი სროლა. აგე ჯიპში ზის, ჯიპში. აი რო იცოხნება კავეჩი რა. აი გარი, რო იცოხნება, რო იცოხნება. მარე მერილანდის ის დაუქირევებია. გაუშალეთ პრაკატი. მიშა შენი დედა. მიშა. ნაძირალა, შენ ნაძირალა. საპროტესტო მოწოდებები ქართულ ენაზე მილანის ცენტრშიც დაისმოდა. არაწამო ძირ სააკაშვილი მსგავსი მოთხოვნებით ემიგრანტები გამოვიდნენ მილანში. ქართველებმა იტალიაში საპროტესტო აქცია გამართეს, მათ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამების ფაქტები გააპროტესტეს. ემიგრანტების განცხადებით დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ და არ არის თანამდებობიდან გადაყენება საკმარისი. ქართველები პრეზიდენტის გადადგომას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ჩვენ მას დავამატებთ ისევე და მოუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, რომ უნდა გადადგე, იმიტომ რომ შენგან მოდის ეს კვლელებისგან ჩამოყალიბებული ჯგუფი და შენ წინააღმდეგ ყველა მთელი ქართველი, რომელიც კაცურად ადამიანურს აზროვნებს, ყველა შენ წინააღმდეგა. გადადგე! ყველა უნდა დავუბრუნდეთ იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადეთ და ჩვენ არ გვსურს მომავალი იქ, სადაც დამნაშავეები დაისაჯეს ყველანი. ვინც ეს არ არის საკმარისი გადადგომა. უნდა დაისაჯეს. უნდა აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე ყველა თითოეული ადამიანი. მინისტრიდან დაწყებული, უკანასკნელი სააკაშვილიდან დაწყებული ყველა უნდა აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე. და ალბათ იმ ციხეში, რომელიც თვითონ ააშენეს ქართული ენის. სასულიერო პირობის მსვლელობა ძალადობის წინააღმდეგ 20-მდე სასულიერო პირმა სპორტის სასახლიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გამართა ღვთისმსახურებთან ერთად საპროტესტო აქციაში. ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი სასულიერო სემინარიისა და სხვა სასწავლებლების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. მსვლელობას ფილარმონიასთან შეჭრებილი ხალხით შეუერთდა. აქცია სიონის ტაძარში მშვიდობის პარაკლისის აღსრულებით დასრულდა. სასულიერო პირები, სემინარის და აკადემიის სტუდენტები დავითიანი შევიკრიბეთ სუხანაზე, რომ ჩვენი პროტესტი გამოგხადა იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რაც პატიმრების მიმართ ხდება. გმოვთ მსგავს ძალადობას. ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოში. მით უმეტეს რომ პატიმარი დღეს საქართველოში ყველაზე მწვინეული თემაა. ამიტომ ჩვენ მუდამ ვიქნებით პატიმრების გვერდით.
და ამ წუთებში ერთდროულად თბილისში ორ ადგილზე ორი მსვლელობა იმართება დღის 3 საათიდან. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები იღრებებიან, ისინი სახელმწიფო კანცელარიის მიმართულებით მოაწყობენ მსვლელობას. მთავარი მოთხოვნა და ლოზუნგია არ გაყალბდეს არჩევნები. ეს მსვლელობა სტუდენტთა საკოორდინაციო ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული. სტუდენტებთან ერთად თორმეტ კვერანჩხელაძე იმყოფება. მას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. თორმეტ მოგესალმებით, გისმენთ. დიახსობ სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრება დაახლოებით 9 საათის წინ დაიწყეს. შეკრება, როგორც უკვე აღნიშნე, ისინი როგორც აკეთებენ აქცენტს არჩევნების არ გაყალბებაზე და მათი მოთხოვნები ასევე კვლავ უცვლელია. ისინი ამბობენ, რომ არა ძალადობას და ისინი მათი მთავარი მოთხოვნა ასევე არის, რომ დაისაჯონ მთავარი მოქმედი პირები და ასევე შემსრულებლები და ასევე მაღალი ეშელონების წარმომადგენლები. დღეს სტუდენტები უკვე განცხადებებს ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს სახელით აკეთებენ. თუ აქამდე განცხადებები კეთდებოდა სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფის და სხვადასხვა სახელით, დღეს უკვე ისინი ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს სახელით გამოდიან. სტუდენტები დღეს ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მათზე უკვე ძალიან გახშირდა ზეწოლა. პოლიცია უწევს მათ ჯარიმებს და ისინი ემუქრებიან, რომ ეს ჯარიმები უფრო მოიმატებს. მინდა გითხრათ, რომ აქ უკვე შეკრებილია სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა და ისინი კვლავ ველოდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და შემდეგ ერთიანი ძალებით უკვე ერთიანი მსვლელობით დაიძრებიან კანცელარიისკენ. თავარი მესიჯი მთავრობასთან არის ის, რომ შეწყდეს ძალადობა, ჩვენ მივდივართ კანცელარიასთან, რათა მათ გადავცეთ ჩვენი მოთხოვნები. ჩვენ ძირითადი მოთხოვნაა, რომ შექმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეესწავლოს ამ ფაქტებს. ასევე გვინდა ხაზგასმით აღნიშნოთ და გმობთ CSKO-ს უკანასკნელ დადგენილებას, რომელიც არის სრულიად უკანონო. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენი მოქმედი რასაკვირველია მშვიდობიანად და თუ რაიმე ექსცესი მოხდება, მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს. დღეებში არ შეიძლება ასე მოდუნება, ვინაიდან დარჩენილია 4 დღე არჩევნებამდე. ეს არჩევნები გააწყოთ ძალიან ბევრ საქართველოს ისტორიაში. ახალგაზრდები ამბობენ, რომ აქციები მანამდე არ დაიშლება, ვიდრე არ იქნება მიღწეული კონკრეტული მიზანი. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ რჩება ის, რომ უნდა გადადგეს უნდა დაისაჯოს ბაჩო ახალაია და სხვა კონკრეტული პირები. დღეს ახალგაზრდებს შეუერთდა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და როგორც ის აცხადებს, მოხარულია, რომ სტუდენტობამ გამოიღვიძა და ასეთი მაღალია მათი აქტივობა. სტუდენტობა ამ შემთხვევაში არის უფრო გამომდინარე ინსტიტუციური თვალსაზრისით უფრო ორგანიზებული ძალა და ამ თვალსაზრისით მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას დღეს სტუდენტები გამოხატავენ სუფთა სახით სწორედ საზოგადოების ინტერესს. სტუდენტები და ახალგაზრდები დღეს ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ ყველანი უნდა მივიდნენ 1 ოქტომბერს არჩევნებზე და მაქსიმალურად თავი შეიკავონ კონფრონტაციისგან და ასევე პროვოკაციებისგან. დღეს ერთი მნიშვნელოვანი განცხადებას გააკეთეს სტუდენტებმა, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ 5 მაგი რაოდენობით გამოვლენ ქუჩაში. ეს იყო თორმეტ კვერანჩხელაძე, დიდი მადლობა. პარალელურად კი ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ფეხბურთის ფედერაციასთან, რაგბის კავშირთან, ჭალათბურთის აკადემიასთან, ფალავანთა კლუბთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან იღრებებიან. სპორტსმენები აცხადებენ, რომ სიმბოლურ 10 კილომეტრიან მსვლელობას დამართავენ. ისინი მთლიანად სპორტის სამყაროს მოუწოდებენ გაერთიანებისკენ, რათა ერთად დაგმონ პატიმრების წამების ფაქტი. თემას დავით ხვადადიანი განარსოს პირდაპირ ეთერში. დავით, გისმენთ. მოგესალმებით, სოფო მაშასე, როგორც შენ განაცხადე, სპორტსმენები, მოქმედი სპორტსმენები, ვეტერანი სპორტსმენები იკრიბებიან დაახლოებით 2 საათის შემდეგ სპორტის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხბურთის ფედერაციასთან, ფალავანთა კლუბთან, რაგბის კავშირთან. ეს წუთია უკვე თანდათან დაიწყო მსვლელობა. აქ თავდაპირველად მოვიდნენ ქართული სპორტის კომბატთა ლიგის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, რომლებმაც გამოუცხადეს თანადგომა ქართულ სპორტსმენებს. ამის შემდეგ უკვე თავი მოიყარეს, როგორც გითხარით, მოქმედმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა სხვადასხვა მიმართულებიდან ისინი გაერთიანდნენ ერთად ფეხბურთის ფედერაციის შენობის წინ და აი ამ წუთებში დაიწყეს მათ მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ, სადაც შეუერთებიან სტუდენტთა საპროტესტო აქციას. გამოხატეს სპორტსმენებმა თავიანთი პოზიცია მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელმაც აღაშფოთა სრულიად საქართველო და თავიანთი მიერ დაფიქსირებული პოზიციები ჩვენ შეგვიძლია ახლა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. ორგანიზაცია ქართული სპორტის კომაგები უერთდებით ამ საყოველთაო პროტესტს. დღევანდელ დღეს სპორტსმენებმა გადაწყვიტეს, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი მსვლელობა სპორტის სამინისტროდან. ჩვენც რა თქმა უნდა უერთდებით იმ ადამიანებს, რომელსაც წლების მანძილზე ვქომაგოთ და მიზეზეჭლონდა ჩავთვალეთ, რომ მათ გვერდით დავდგეთ, მათ გვერდით მივიღოთ მონაწილეობა ამ მსვლელობაში და ესე გამოხატოთ ჩვენი პროტესტი აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით. რაც ამ დღეებში ვიხილეთ, იყო ძალიან
ცუდი ამბავი, რა ვიცი, მთელი ერი შოკში ვარ და რა თქმა უნდა უერთდები ამას, მოვედით ახლა სპორტსმენები რათა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამასთან მიმართებაში. პროტესტს რა თქმა უნდა გამოხატავენ ნებისმიერი ასაკის სპორტსმენები, როგორც მოქმედები, ისე ვეტერანები. ჩემს გვერდით ახლა დგას თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი გუნდის ყოფილი კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე, რომელსაც თხოვთ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება იმ ამაზრდენ კადრთან დაკავშირებით, რაც გავრცელდა ბოლო დროს და რაზეც გამოხატა კიდეც ქართულმა საზოგადოებამ პროტესტი. რა თქმა უნდა, ბატონო ჩემო, მე უერთებ იმ პროტესტს, რაც გამოწვეულია იმ სასტიკი დამოკიდებულებების საწინააღმდეგოდ, რომელიც ხდებოდა საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში. ეს მოგეხსენებათ, არ არის ახალი ამბავი, უკვე 9 წელია ვიცით, რომ საქართველოს ციხეებში ხალხს ტანჯავდნენ, სასტიკად ეპყრობოდნენ, ეს იყო ნამდვილი სადიზმი და მე ძალიან ტკივნეულად განვიხილე იმ ამბავს, რომ ისეთი დიდი ტრადიციის, ისეთი დიდი კულტურის ქვეყანაში როგორც საქართველოა, რომელსაც მრავალსაუკუნეოვანი ისტორია აქვს, 21 საუკუნეში ესეთი ამბები ხდება. მოვითხოვ ასეთი სისტემის სასწრაფო დაშლას, მოვითხოვ, რომ ადამიანებისადმი და პატიმრებისადმი იყოს ისეთივე დამოკიდებულება, რომელიც მიღებულია 21 საუკუნეში ცივილიზებულ და კულტურულ ქვეყნებში. ამის მაგალითები უამრავი, ავიღოთ ევროპის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქვეყნები, სადაც ასეთი სისასტიკე ყოველად მიუღებელია და დაგმობილია ყველა დონეზე. დიდი მადლობა ბატონო მანუჩარ. მე აქვე გეტყვით, რომ აქცია, როგორც გითხარით, უკვე დაიძრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ და აქვე დავამატებ, რომ გიორგი დემეტრაძის მეგობრებმა, ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დღეს საღამოს 6 საათზე დანის მერვე საპყრობილესთან მოეწყობა დემეტრაძის მხარდამჭერი აქცია, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ექს-თავდამსხმელი ამ წუთისთვის დაპატიმრებულია და იგი სასჯელს ეგრეთ წოდებულ შავ სამყაროსთან ურთიერთობის გამო იხდის. მაშასე დაიძრა უკვე კოლონა, როგორც გითხარით, სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ და იქ უკვე სტუდენტებს გამოუცხადებენ მხარდაჭერას ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები. სოფო. დიდი მადლობა დავით ხვადარიანი საუბრობდა. ეთერში ახალი სამზე მაჟორიტარობის კანდიდატი საჯარეჯოში თინა ხიდაშელი ხელისუფლებას კრიმინალებთან კავშირში ადანაშაულებს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს ის კონკრეტული გვარსახელები დაუსახელა, რომლებიც კრიმინალურ ავტორიტეტებს წარმოადგენენ და დღეს აქტიურად არიან ჩართული ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაში. ხიდაშელი აღნიშნავს, რომ კრიმინალები, რომლებსაც ხელისუფლება საფრანგეთში ეძებს, საკუთარ გუნდში ყავს და ამის ნათელი მაგალითი საჯარეჯოა. არავინ არ მალავს. ჩვენ მაშინ იყო მთელი ამბავი. მოდით აბა ჩამოდით საგარეჯოში და იკითხეთ საწვევის ადამიანის წამებ. გახსოვთ ესეთი კაცი ჯღანა. ხო გახსოვთ კარგად. რომელზეც 8 წელია ლაპარაკობენ, რომ აი ჯღანას რო ვიცავდით, ჩვენ მაშინ იყო მთელი ამბავი. მოდით აბა ჩამოდით საგარეჯოში და იკითხეთ სად არის ეხა ეს ჯღანა, რას აკეთებს, რითია დაკავებული. ჯღანა მუშაობს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში. ოფიციალურად ღიად არავინ არ მალავს. მეორე ამ ადამიანი ვინიპუხა, რომელიც ასევე იმ ამბების გმირია. აი ეს კაცი კადრებში რო ჩანს სასამართლოს დარბაზში სკამებზე რო დარბის რო დახტუნაობს, გემახსოვრებათ ჟურნალისტებს, ვინც მაშინაც ჟურნალისტები იყავით. ვინიპუხა საარჩევნო პლაკატზე ყავს. ჩემს კონკურენტს საგარეჯოში. როდესაც ვინმეზე რამე სპექტაკლებს დგავთ და ფილმებს იგონებთ, მე მინდა უბრალოდ ერთადერთი რამე გთხოვოთ, რომ სანამ ვიღაცა პარიზში ჩავა სასეირნოთ და მე ამ სეირნობაში დამაჯერებლად ილაპარაკებს მისი აზრით, რომ თურმე ვიღაცებთან კავშირი ვირტუალურად ქონია, ჩამოდით საგარეჯოში და ნებისმიერი კედელი გადაიღეთ. არჩევნებამდე 5 დღით ადრე პოლიცია ოპოზიციონერების დაკავებას განაგრძობს. სამტრედიის პოლიციამ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ტახიტალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე დააკავა. სამართალდამცველები თევზაძეს დაკავების მოტივს არ განმარტავენ. თევზაძეს ამ დროისთვის სამტრედიის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე ყავთ გადაყვანილი. რას გაბრალებენ? ეს არის დაშინების ცდილობა, უბრალოდ ხალხი დააშინონ და აატერორონ, მაგრამ უკვე არაფერი არ გამოუვა, შეში გარდატეხილია. ყველა მომზადებულია გამარჯვებისთვის, ასევე მინდა მიმართო ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მოემზადონ გამარჯვებისთვის.
ზურგდიჩიტი ქართული ოცნების მხარდამჭერი ბესი დედეჭტური პოლიციამ გუშინ საღამოს საკუთარი სახლიდან წაიყვანა ამასთან ოჯახის წევრების თქმით სამართალდამცველებს არანაირი ახსნა განმარტება არ დაუგეთებიათ. პოლიციამ დედეჭტურის სახლში ჩხრეტა ჩაატარა, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა. დედეჭტური თავდაპირველად ზურგდიდის პოლიციაში დღეს ხობის განყოფილებაში გადაიყვანეს ადვოკატმა. მისი ნახვა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის ჩარევის შემდეგ მოახერხა. დედეჭტურის ახლობლები აცხადებენ, რომ კოალიციის მხარდაჭერის გამო ხშირია მათი მიმართ მუქარა სოფლის გამგებლისა და ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრების მხრიდან ოფიციალური ვერსიით დედეჭტური ქურდობის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით ირიცხება. ის წარსულში ქურდობისთვისაა დასამართლები, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ დედეჭტური ეკლესიაში მსახურობდა. მეზობელი შემოდის ჩემი ქმრის ჩუსტები შემოაგრა. არის ეს ჩუსტები სათქონდა შენ ბესოს რო ეცვა მეუხარი გარეთ ვიპოვეო, ჩაუტენიათ მანქანაში, პირი მოუკუმეს ისე ფეხში შველი და ტანზე ზევით რო არ ეცვა ისე შორტიკებით წაუყვანიათ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოცნების წევრები. ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაბრალებდნენ და ის ნასამართლები რო იყო, ამიტომ იმას აეკიდნენ. საჭმელს იმ სოციალურიდან ჭამჩმენ. რა ნახე ჩემს სახში ხატები და ჟურნალების მეტი. ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა აქ მოწმის სტატუსი და უღეს თეთრისა ნაბეჭდები. შემდეგ ახლა ხობში გადაყავთ, სადაც ისე დაკითხა მოხდა. თვითონ რას ამბობს? თვითონ ამბობს, რომ საერთოდ ხობის რაიონში არ ყოფილვარო და არცად არ გავშურვალ სახლებად. ინციდენტი ქობულეთში ქართული ოცნების კოორდინატორის დავით როყვას 16 წლის ვაჟი გვიან ღამით-სამა ნიღბიანმა პირმა ავტომანქანაში ჩაისვა და სცემა შემთხვევა სოფელ ლეღვაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ცნობით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ექიმის თქმით დაზარალებულს აღინიშნება სახის მარჯვენა მხარის ჰემატომა, რბილი რსოვილების დაჟეჟილობა და ქვედა-ყბის დაზიანება. ჩვენებურები არ იყვნენ ეთყობოდნენ, რომ ნავარდიშები და დაკუნთულები იყო სამვე რა. რამდენი იყო? 3 კაცი იყო ზარორო. მანქანის ნომერი გახსოვს? არა, ჯიში რომ ჩამომაგდეს ამ მდგომარეობაში გავიქეცით და გადავახდით შეების ტრიპონიანტებზე და ჩავედი გელეში და მე ნენელაფში და წამოვედი. რამეს გთხოვდა კონკრეტულად ან გაიძულებდი? კონკრეტულად რა გთხოვდნენ, რომ შენი ოჯახი ქართული ოცნებიდან გამოვიდესო რა. დაკავების მცდელობა ხაშურში ქართული ოცნების შტაბის თანამშრომელს მურმან ნოზაძე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 3 პირი მანქანიდან გადმოსვლას აიძულებდა, მაგრამ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა მათ ნოზაძის დაკავების უფლება არ მისცეს. თავად ნოზაძის თქმით, აღნიშნული პირები ხაშურის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ. იგი ვარაუდობს, რომ რამდენიმე დღეში შესაძლოა მაინც დააკავონ. დამიწყეს გადმოდი მანქანიდან. მეუთხარი რა შეასაგვე შენ წესრიგი და არაფერი წესრიგი არ დამირღვევია და რა გნებავთ მეუთხარი და სახეზე შევიცანი რომ ესენი არიან თანამშრომლები ორგანოს თანამშრომლები ხელები დამიკავეს ტელეფონს მართმევდნენ და მეჯიკავებოდნენ გარეთ გადმოსასვლელად. იქიდან რომ ყოველდღიურად ხდება ჩვენი აქტივისტების დაკავება, დღეს აგერ შემთხვევით გადაურჩა ადამიანი მეუღლემ და ხალხმა დაიცვა დაკავება, სამოქალაქო ფორმაში ჩასმული ადამიანები აკავებდნენ. მაგრამ ადამიანების დახმარებით გადარჩა იგი. ყოველდღიურად ხდება ჩვენი აქტივისტების დაკავება. არ ვიცი, ასე თუ გაგრძელდა, ალბათ საფრთხეს ვხედავთ, რა თქმა უნდა. მესტის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არჩილ სოფრომაძე, რომლის საჩივრის საფუძველზე ქართული ოცნების წევრი ტახა ჟორჟოლიანი დააკავეს, თანამდებობიდან გათავისუფლებულია. კოალიციის მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, სოფრომაძე ცეს, რომ ქართული ოცნების მესტიის შტაბის საჩივრის საფუძველზე გაათავისუფლა. ჯაფარიძის შტაბის უფროსის მოადგილე ტახა ჟორჟოლიანი მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საჩივრის საფუძველზე 23 სექტემბერს დააკავეს. სოფრომაძე ჟორჟოლიანს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებდა. ჟორჟოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. იგი წინააღმდეგი იყო მესტის 47 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად ეგრეთ წოდებული ლაგერის ტერიტორიაზე სამხედროებისთვის სპეცუბანი უნდა შექმნილიყო. სოფრომაძე არ არის ცესკოს წარმომადგენელი, ანუ ცესკოს წარმომადგენელი დოკუმენტით, მაგრამ ფაქტობრივად არის მხარე და არის ნაცმოძრაობის წარმომადგენელი. რასაც ჩვენ დავუწევთ ვიდეო მასალას თუ როგორ მოძრაობს ცენოკომისიის წარმომადგენელი ნაცმოძრაობის კანდიდატთან, მის პარტიის წევრებთან და ასე შემდეგ, როგორ შედის ოფისში, როგორ გამოდის ოფისიდან, ასევე რესტორნიდან როგორ გამოდიან ერთად და ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება
და ბატონის სოფრომაძე კანტონის თავმჯდომარემობიდან. ჯაჭვი გამული არის მოქმედ დეპუტატზე კანდიდატ კუციანზე, ვისაც ერთად არის ვიდეო ფირებზე აღბეჭდილი მისი მოძრაობა, მისი დაკვეთით ხდება ზუსტად ეს და მისი დაკვეთით აღმოჩნდა კახა ჟორჟოლიანი საპატიმროში. კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერისთვის ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თამარ მალაზონია 2000 ლარით დააჯარიმა. მალაზონიას წინააღმდეგ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელი გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელმა თინათინ სარიშულმა შეიტანა. მან მალაზონია საარჩევნო კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა. მალაზონია 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, 4 წელი კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის რწმუნებულის თანაშემწედ მუშაობდა. მალაზონიამ ნაციონალური მოძრაობა და სამსახური პროტესტის ნიშნად 21 სექტემბერს დატოვა. ხარდაჭერა განუცხადე ანუ ქართულ ოცნებას და ამის გამო დამაჯარიმეს როგორც საჯარო მოხელე აგიტაციაში დამდეს. გასაჩივრებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ეს იყო დღესაც იმიტომ არ გამოვცხადდი პროცესზე, რომ ეს იყო უკვე გადაწყვეტილი, ანუ უკვე გამოტანილი განაჩენი იყო. ქართული ოცნების ვანის ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მმართველი გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებს. კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ლორთქიფანიძემ ვანის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებს მოუწოდებს მოერგონ გუნდს და აღარ ემსახურონ მმართველი პარტიის დანაშაულებრივ პლანს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები განსაკუთრებული დიქტატურისა და ზეწოლის ქვეშ არიან. ლორთქიფანიძე ვანში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტსაც შეეხო, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის ვანის მოქმედი მაჟორიტარი და მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ლეჟავა საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა თანხმობ პირებთან ერთად ბიზნესმენ მამუკა შარაშენიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ვანის რაიონის ყოფილი თანამშრომლები, ჩვენ მრავალი წელი გულისწყდა დაცემლები. ეს ადამიანები განიცდიან კატასტროფულად ზეწოლას. მე როგორც ამ რაიონის ყოფილი ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ ადამიანებთან წლების განმავლობაში მიმუშავია, მქონდა 30-მდე ადამიანთან შეხვედრა ბოლო 1 თვის განმავლობაში და ფაქტიურად ეს ადამიანები ყველა აღიარებს, რომ არიან განსაკუთრებული ზეწოლის და წნეხის ქვეშ, მაგრამ შიშის გამო ვერ დგამენ ამ ნაბეჯს და მე ჩავთვალე, რომ დღეს ჩვენი მოწოდება, რომელიც გავაკეთე მიმართვის სახით, შეიძლება იყოს ერთი იმპულსი იმისა, რომ ამ ხალხმა ეს ნაბეჯი იქნებ გადადგას. აბაშის საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი 2011 წლის გაუცემელ ხელფასებს ითხოვს. მათი განცხადებით დახმარებისთვის რაიონის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. საავადმყოფოს თანამშრომლები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელფასების დაცემა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მთავარი ექიმის შეცვლის შემდეგ განახლდა, თუმცა დასული წლის 5 თვის ხელფასი ამ დრომდე გაუცემელია. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი საბულუამ აღნიშნა, რომ მედიკოსების უხელფასობის ფონზე რაიონის ხელმძღვანელები ხელფასსაც იღებენ და პრემიასაც. პირადად მე მივმართე შვილო გამგეობას და ეხლა მე ჩემი თავის უფროსი ვარ. სხვების უფროსი მე არა ვარ. მე წავედი დღესაც და ვთხოვე. ეს არის 5 თვის ხელფასი გაუცემელი. 500 მანეთია არის ლარია გასაცემი. იმის ფონზე, როდესაც აბაშაში გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს მიმდინარე წელს მხოლოდ 242,000 ლარი პრემიების სახით აქვს გამოწერილი, აბაშაში საავადმყოფოს მედპერსონალს 5 თვის ხელფასი აქვს აუღებელი. მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთოთ? 1 ოქტომბრიდან თითოეულ დარღვევას აუცილებლად ხალხთან ერთად გავაპროტესტებთ და გამოვიყვეთ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ზაქარიაშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წყალტუბოს საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით მიმართა. საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად პოლიტიკურ სუბიექტებს ელექტრობოძებზე სარეკლამო პლაკატების განთავსება ებრძალება. 23 სექტემბერს კოალიციის წევრებს პლაკატების დაკვრა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ აუგზავნა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ზაქარიაშვილის თქმით, დადგენილება უკანონოა, რადგან ელექტრობოძებზე პლაკატების დაკვრას ნებართვას უწყებათა შორისი კომისიის დადგენილება იძლევა. აღნიშნულ ფაქტზე ქართულმა ოცნებამ პროკურატურასაც მიმართა. ივანიშვილი დაგვასაქმეს თვითონ. კაფიოდ ეწინააღმდეგება საქართველოში მიღებულ ნორმატიულ აქტებს, რომელიც მერე გადაფარა უკვე უწყებათა შორისი კომისიის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებამ. შესაბამისად ჩვენ ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ სასამართლოსაგან, რომ გაუქმებულიყო ბათილად იყოს ცნობილი წყალტუბოს რაიონის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 მინისტრის გადაწყვეტილება.
დივანში ძალადობის საწინააღმდეგო კონცერტი დაიმართა ამერიკულმა პანკ-ჯგუფმა ბრატმობილმა, რომელიც საქართველოში პირველად და ძალადობის სიტყვის თავისუფლების წამებისა და გაუპატიურების წინააღმდეგ მუსიკალური საღამო გამართა. დივანში მსმენელისთვის რობერტ კუხიანიძემაც სიმღერა, რომელმაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა და პატიმართა წამება დააპროტესტა. ეს არის სიტყვის თავისუფლებისთვის, წამების და გაუპატიურების წინააღმდეგ და არაადამიანური, საერთოდ არაადამიანური ადამიანთა მოქმედების წინააღმდეგ. და ალისონის შემოქმედება ეძღვნება საერთოდ იმ ქალების უფლებების დაცვას, ვინც ეწირება ძალადობას და ასე შემდეგ. ვისაც ის არ ტკენია, რაც თითეულმა ვერ აღიარა, ღმერთმა ყველა დაიფაროს იქიდან, რაც ჩვენ თავს თურმე გადავხვედრია. სამწუხაროდ ასეთ კონცერტებს უყურებ ბოლო 25 წელი არის, სულ ძალადობის წინააღმდეგ და მე მინდა ნახო ესეთი კონცერტი, როცა აღარ იქნება ესეთი კონცერტები. ეს იყო ბოლო ინფორმაცია, ახალი ამბებით ეთერში ზუსტად 6-ზე უბრუნდებით, დაგვალოდეთ.